ვალა, ესე იგი, ერთმა კარგად ჩასუქებულმა სოფლის ხბომ ჩამომიტანა ამბავი, რომ შენ ფიქრობ, რომ ნეგატიური ემოციები არის ძალიან ცუდი, მისი გამოხატვა არის ძალიან ცუდი, მისი ქონა არის ძალიან ცუდი და მისი გავლენა არის ძალიან ცუდი, მაგრამ მე ახლა აქ იმისთვის ვზივარ, რომ დაგიმტკიცო საპირისპირო. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ თემის ახსნაზე, და მოგცემდეთ რჩევებს, იქამდე მინდა რომ წარმოიდგინო რომელიმე ფილმის და ზოგადად ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელიც კარგავს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ან მისთვის მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც უბიძგებს, რომ გამოსცადოს ნეგატიური ემოციები. მაგალითად, დაკარგა ქმარი ან გაშორდა ქმარს, ის სფერო, რაშიც მოღვაწეობდა, სრულიად გაქრა, ნუ ეს ახლა მით უმეტეს შესაძლებელია ხო AI-ის წყალობით და ასე შემდეგ საკმაოდ აა ნეგატიური ივენთები, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს მომავალზე. მინდა რომ ეს მთავარი პერსონაჟი იყოს შენ და მინდა რომ წარმოიდგინო შენი თავი, როდესაც რაღაცას დაკარგავ ცხოვრებაში. თუნდაც მცირე ნებისმიერ რამაც შენზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს, წარმოიდგინე ამ ფილმის მთავარ პერსონაჟად თავი და აი ყველაზე მოსახერხებელი და ყველაზე გმირული რა შეიძლება გააკეთო იმ მომენტში. მაგალითად, შენ დაკარგე ფინანსები, ფინანსების წყარო, სამსახური დაკარგე, აა რაშიც მუშაობდი ის სფერო აღარ გინდა და თუნდაც ეს სფერო გაქრა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, მოკლედ. რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ, ხო? შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ, დალევა დავიწყოთ, არ ვიცი, საკუთარ თავს რაიმე დაუზიანოთ და ასე შემდეგ, როდესაც ჩვენთვის რაიმე დიდი სიტუაციები ხდება, მაშინ შემთხვევაში ვკარგათ мотиваციას, ვგონია რომ სამყარო ა ბრუნვა ესე რომ ვთქვა დედამიწა ბრუნვა შეწყვიტა, მაგრამ სინამდვილეში აქ ხდება ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია და მნიშვნელოვანია ამ ტრანსფორმაციას შეახდე. მნიშვნელოვანია რომ ამ მატარებელს შეახდე და არა უყურო თუ ეს მატარებელი და ეს ახალი შესაძლებლობები როგორ ჩაივლის შენს წინ. წინა ვიდეოში ნახსენები მაქვს დუალობა და მინდა ახლაც ვახსენო. ნეგატიური ემოცია და დადებითი ემოცია მომდინარეობს ორივე ერთი ენერგიისგან. ანუ იდეაში ნეგატიურიც და დადებითიც ერთია, უბრალოდ ორივე სხვადასხვა სიხშირეზე გამოსხივდება. ერთი ნეგატიურზე, მეორე დადებითზე, მაგრამ სინამდვილეში წყარო, ბაზა, ხო? არის ერთი. ხშირად გაგიგიათ ხოლმე, რომ შავი პიარიც კი პიარია. რატომ მოქმედებს ხოლმე შავი პიარიც ისევე როგორც ჩვეულებრივი პიარი? ხანდახან შავი პიარი უფრო მოქმედებს ხოლმე ვიდრე ჩვეულებრივი პიარი. რატომ? იმიტომ რომ მე შენ გაქცევ ყურადღებას, მე შენ გაძლევ ენერგიას, მე შენ გიყვირი, მე შენ გაგკიცხავ, მოკლედ მე შენ გაქცევ ყურადღებას. ეს ნიშნავს, რომ მე შენ გაძლევ ენერგიას. არ აქვს მნიშვნელობა მე შენ გლანძღავ, თუ მე შენ კარგ სიტყვებს გიწერა. ხშირად მიკვირს ხოლმე ადამიანების, რომლებსაც რაღაც არ მოსწონთ, ძალიან არ მოსწონთ და ამას გამოხატავენ ხოლმე. თუ რაღაც არ გინდა გაიზარდოს, თუ ვიღაც არ გინდა პოპულარული გახდეს, მას ყურადღება არ უნდა მიაქციო არც ცუდად და არც ნეგატიურად. TikTok-ზე მე ქეთის ვიდეოები როგორც ესეთი არასოდეს არ მომიძიებია და არ მინახავს ხოლმე. ქეთი ედგუნაშვილი თუ არ ვცდები. კარგი მაგალითია, სხვათა შორის ამ წამს გამახსენდა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რომ ყურადღების მიცემა თუნდაც ნეგატიურის ადამიანს ამაღლებს, ადამიანს აძლევს ენერგიას. ან წარმოიდგინეთ, ქეთი ედგუნაშვილის დონეზე რამდენი არიან, ხო? ანუ წარმოიდგინეთ. იმისათვის რომ ვიღაც არ გაიზარდოს და ვიღაცას ავტორიტეტი არ მივანიჭოთ და ეს მხოლოდ ქეთი ედგუნაშვილზე და ცალკეულ ადამიანებზე არ არის, ზოგადად ანუ გლობალურად რო შევხედოთ, ნეგატივი და დადებითი ენერგია
არ უნდა მივცეთ არც ერთი და არც მეორე თუ არ გვინდა გაიზარდოს რაღაც. თუ არ გვინდა ვიღაც პოპულარული გახდეს, თუ არ გვინდა რომ უფრო ძლიერი გახდეს. თუნდაც ადამიანი ძლიერდება თუნდაც ნეგატივის მიღებით. ეს დაიმახსოვრეთ. ფიქრობ საკმაოდ კარგად დაგიხატეთ სიტუაცია თუ როგორ მოქმედებს ზოგადად ნეგატიური ემოციები და ნეგატიური ენერგიები ადამიანზე. ახლა კი მე შემოგთავაზოთ ორი ვარიანტი. ეს არის ერთი პირველი ნეგატიური ემოციების მოშორება. ანუ ზოგადად რომ აღარ იფიქრობთ ამ ნეგატიურ ემოციებზე და ასევე ნეგატიური ემოციის სიკეთეში გამოყენება, ანუ კარგად გამოყენება. ნეგატიური ემოციის მოშორება, ნეგატიური ემოციის მოშორების ყველაზე მარტივი გზა არის ის, რომ ესაუბროთ თერაპევტს, ან თუ თერაპევტთან არ შეგიძლიათ საუბარი, ესაუბროთ მეგობარს. ამ შემთხვევაში მეგობარი ცოტა დაზიანებული გამოვა, იმიტომ რომ თქვენს ესე რომ ვთქვათ, ენერგიას შეიწოვს, მაგრამ ნუ მთლიანს არ ალბათ ნახევარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეგობრები სწორედ ამისთვის არიან, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ეს არის მოშორების ყველაზე მარტივი გზა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდეთ და ამაზე არ უნდა იფიქროთ. ასევე ბრაზის, ზიზღის, წყენის და ამ ემოციების დროს არ უნდა ეჩხუბოთ სხვა ადამიანს. ამაზე ცუდს ვერაფერს ვერ გააკეთებთ. რა შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სასიკეთოდ? როდესაც ჩვენ ვართ ცუდად, ანუ ჩვენი სხეული არის ცუდად და რატო არის ცუდად, იცი? როდესაც თქვენ ხართ გაბრაზებული, ნუ პირობითად ერთი ნუ არ ყოფითი ენერგია, ემოცია ავიღოთ. ადამიანი იზრდება. ანუ ყურე, როდესაც გაბრაზებული ხარ თუ დაკვირვებული ხართ, ადამიანის სხეული არის მოწყობილი ისე, რომ ის საკუთარ თავს იცავს. ნუ სიმართლე გითხრათ, ეს როგორ ხდება ხოლმე და რატო ხდება ხოლმე, არ ვიცი, მაგრამ ეს სხეული უფრო დიდდება, იზრდება, მზად არის ბრძოლისთვის. ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ფიზიკურად აქტიური. ნუ რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ, რომ პატარა ემოციაზე, პატარა უარყოფით ემოციაზე მოხდება თქვენი სრული ტრანსფორმაცია, არა. პატარა ემოცია როგორიც არის თქვენი საყვარელი პალტო, რო ამოიყიდა და მარეგში აღარ არის, მაგ პატარა ემოციებს არ გულისხმობ. მე ვგულისხმობ ძალიან დიდ დანაკარგებს, შეურაცხყოფებს, გაღიზიანებას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბრაზი არ განელდება რამდენიმე დღეში, არ განელდება რამდენიმე საათში და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ქონეს ენერგია, ანუ ეს ენერგია არ გაქრება ერთ ღამეში, ხო? და ამ ენერგიას რო გამოვიყენებ მე ფიზიკურ აქტივობაში, მე უფრო გავხდები, ანუ ფიზიკურად უფრო ჯანმრთელი გავხდები, ხო? ეს არის პირველი ყველაზე პრიმიტიული და რითაც შეიძლება სარგებელი მიიღო ნეგატიური ემოციებისგან. შემდეგი არის თქვენი ხედვა ფართოვდება. როდესაც თქვენ გაქვთ ზიზღი, როდესაც თქვენ ხართ გაბრაზებულები, თქვენ უფრო სხვანაირად აზროვნებთ, უფრო მაღლა, უფრო დიდად აზროვნებთ. თქვენ აწყობთ გეგმებს იმისათვის, რომ ასეთ სიტუაციაში აღარასოდეს მოხვდეთ. თქვენ აწყობთ გეგმებს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება გავამარტივოთ, რომ ჩვენი ცხოვრებაში უფრო პატივსაცემები გავხდეთ და ასე შემდეგ. გააჩნია სიტუაციას. თუ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვცდილობთ, რომ ასეთ სიტუაციაში მეორეჯერ აღარ ჩავვარდეთ. ამისათვის პატივისცემა უნდა ავიმაღლოთ. როგორ ხდება პატივისცემის ამაღლება? ბლა ბლა ბლა, რამდენიმე საფეხურები ჩემთვის, ეს რო ვთქვათ, შევიქმენი, ამ საფეხურებს გადავლახავ და შენი მიზანიც მიღწეულია. ბრაზის დროს ხდება ტრანსფორმაცია საკუთარ გონებაში. რაღაცები იცვლება, რაღაც წარმოდგენები იცვლება და ძალიან გამიხარდება თუ ეს წარმოდგენები უკეთესობისკენ შეგაცვლებათ. და ეს გეგმები იქნება არა სხვისთვის ცუდი, არამედ პირიქით თქვენთვის კარგი. ყოველთვის, როდესაც თქვენ ეცდებით თუ სხვის დასჯას, იფიქრეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაზე და უკეთ ცხოვრებაზე. ეს იქნება მათი დასჯა დამჭერეთ.
ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან თავისი საქმიანობით მხატვრობაში ან რაიმე კრეატიულში, როგორც არის ხატვა, ქსოვა, წერა და ასე შემდეგ, ეს ნეგატიური ემოციები აძლევს საშუალებას, რომ გახდნენ უფრო კრეატიულები. როდესაც თქვენ ხართ გაბრაზებული, დაიწყეთ წერა. პირობითად თუ თქვენ გინდათ რომ წერალი გახდეთ და ამ სფეროში ხართ ან ხატვა, ასე შემდეგ, კრეატიული სფეროები. დაიწყეთ წერა, როდესაც სიზღრს გრძნობთ, როდესაც ნებისმიერ ნეგატიურ ემოციას გრძნობთ, შექმენით რაღაც. და ის ძალიან განსხვავებული იქნება სხვა შედევრებისგან. ჩემი ვიდეო დასასრულს მიუვახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ჩემი ვიდეო იმ შემთხვევაში თუ მოგეწონა. მინდა პატარა კითხვა დაგისვა. დღეს რა გააკეთე იმისათვის, რომ უფრო უკეთესი გამხდარიყავი? მართალია, ჩემს ვიდეოს უყურე. ვალა!